შეუძლებელია ადამიანი იყოს მორწმუნე და მის ცხოვრებას ეს არ დაეთყოს. ხშირად მithქვია ხოლმე ადამიანები რომ მოდიან სასაუბროდ, მეუბნები აი შენ ხარ მორწმუნე საკუთარ თავს თვლი მორწმუნე. რა განსხვავებაა შენსა და ურწმუნოს შორის? ამას ვეუბნები იმ ადამიანს, რომელიც ამბობს რომ არ მორწმუნე, მაგრამ ცხოვრების წესი ისეთი აქვს, როგორც ურწმუნო. მოიხედე მეთქი, ნახავ უამრავ ადამიანს, ხო შენნაირს, შენ ახლობელს და დააკვირდი ერთნაირად ცხოვრობ. ზუსტად და რაში ვლინდება შენი სარწმუნოება? როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ღმერთი არ არის და საერთოდ ეს თემა დახურულია მისთვის და ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ღმერთი არის და გარკვეული ძალვა და შიში აქვს მის წინაშე, ერთნაირად ცხოვრობდეს. როგორ შეიძლება ეს? ეს ხო ნიშნავს, რომ ამისი წმენა ბუტაფორია და არც არაფერს არ წარმოადგენს. იმიტომ რომ თუ ადამიანი მართლა მორწმუნე ხდება, ის იბადება მეორედ, სხვა ქმნილება ხდება, მისი განღმრთობის პროცესი იწყება, რომელიც დასრულდება თითოეული ჩვენგანის ამაღლებით. გაიხსენეთ პავლე მოციქული რას ამბობს? როცა უფალი დიდებით დაბრუნდება, ცოცხლები გარდავისახებით, ანუ იმ სხეულს შევიძენ, რა სხეულის ქონა მკვეთრით აღდგარ მაცხოვას, ხოლო მიცვალებული აღსდგებიან, ანუ გარდაცვლილი სულები შეუერთებიან თავიანთ სხეულებს და მათ ექნებათ ასევე ის სხეული, რომელიც ქონა მკვეთრით აღდგარ მაცხოვას.